საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი 2008 წლის 24 ნოემბრის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი გაუნახევრეს. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქვეყანაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური კვირა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა იმ სკანდალთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაეთმო ოქრუაშვილს პირველი არხის პირდაპირ ეთერი. გადაცემის დასასრულს ამ თემაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, მანამდე კი მთავარი თემები, რომელსაც დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. მზადება 9 აპრილისთვის ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ხელმოწერილია, ოფიციალური განაცხადი გაკეთებულია. ამ აგრესიული, უვიცი და დანაშაულებრივი რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლისათვის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისგან ვითხოვთ საზოგადოებასთან ერთად ურთიერთშეთანხმებულ, კოორდინირებულ ქმედებას და ეროვნული თანხმობის მიღწევას, რაც აუცილებელი პირობაა დასახული ამოცანის მისაღწევად. 9 აპრილის საპროტესტო აქციას ალასანიას ალიანსიც უერთდება. რამდენად რეალურად მიაჩნია საპროტესტო აქციით სააკაშვილის შეცვლა და რა არის ოპოზიციის მთავარი გათვლა. დღეს პოლიტიკურ კვირაში მოусმინეთ კაცს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის დიდი პრაქტიკა აქვს. მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ აი აქ ამუკეთურებმა, ამ არაკაცებმა დაიდეს ბუნებო. გასაპირებენ თუ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავს. მშვიდობიანი პროტესტი თუ რევოლუცია, პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოусმინეთ გოგა ხაინდრავას. თითქოს საპარლამენტო ოპოზიციამ მისცა თანხმობა, რომ მათი სასჯელი უნდა განახევრებულიყო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ოპოზიცია შეწყალების კომისიის წინააღმდეგ სკანდალი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოჰყვა. რა მოხდა შეწყალების კომისიაში? მე მინდა საზოგადოებას განუცხადო, რომ გიორგი წაგარეიშვილი ტოვებს კომისიას. შეწყალების კომისია არ არის ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია. საჯარო ინფორმაცია, რომელიც არსებობდა ქვეყანაში, ჩვენ მივაწოდოთ საზოგადოებას. სად დადგება 9 აპრილს საპარლამენტო ოპოზიცია და შეუერთდებიან თუ არა ყოფილ თანამებრძოლებს მიტინგებზე, რომლითაც არასაპარლამენტოები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. მოусმინეთ გია თორთლაძეს პოლიტიკურ კვირაში. ნანობს თუ არა, რომ დღეს დანარჩენი ოპოზიციის გვერდით არ დგას. სანდრო გირგვლიანის მკვლელები ალანია ბიბილურიძე, გაჭავა და აფციაური 2006 წლის ივლისში გაასამართლეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ალანიას 8, ხოლო ბიბილურიძეს გაჭავასა და აფციაურს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ზუსტად 1 წელიწადში უზენაესმა სასამართლომ მათი სასჯელის ვადა 6 თვით შეამცირა, ხოლო 2008 წლის 24 ნოემბრის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი გაუნახევრეს. პრობაციის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ თემაზე კომენტარის გასაკეთებლად გადაცემაში მოსვლისგან თავი შეიკავა. პასუხი ასეთი იყო: სიის შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი შეწყალების კომისიას მხოლოდ პატიმრების დახასიათებას უგზავნის. რატომ მოხდნენ გირგვლიანის მკვლელების შეწყალებულთა სიაში? ამის გამო არასაპარლამენტოზე რომ აღარაფერი ვთქვა, შეწყალების კომისია საპარლამენტო ოპოზიციაც დაუპირისპირდა. დეპუტატებმა ჩაგარეიშვილმა და მარსაგიშვილმა შეწყალების კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს. შესაბამისად გაჩნდა კითხვაც: მოახლოებული 9 აპრილის წინ გირგვლიანის მკვლელებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შესაძლებელია თუ არა იქცეს იმის მიზეზად, რომ საპარლამენტო ოპოზიცია გარეთ მომიტინგე ოპოზიციის გვერდით ვიხილოთ. ამ თემაზე დღევანდელ გადაცემაში პასუხებს გია თორთლაძისგან მოვისმენთ, თუმცა მანამდე მოდით ერთად მოусმინოთ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის დიდი პრაქტიკა აქვს და რომელიც დღეს ბოდიშს იხდის, რომ ქვეყნის სათავეში სააკაშვილის მოსვლა შეუწყო ხელი. პირველი ხმაური 9 აპრილის წინ აშკარად მისი ხელწერა იყო, როცა თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ბარნოვზე სუში ბარში შესულ პრეზიდენტს გარეთ საპროტესტო აქცია მოუწყვეს. ეს ფარისეველი ადამიანი დადის და ცარემლებს ღურის გაჭირებულ ოჯახებში. დღეს აქ მობრძანდა ბარნოვზე და ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებულ რესტორანში მიირთოს ძალიან ძვირად ღირებულ საჭმელს, რომელიც უჯდება მას ეხანდელი სუფრა, შიგნიდან გვითხრეს დაახლოებით 10,000 ლარი. ჩვენ გვინდა უთხრათ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩვენთვის პრეზიდენტი არ არის და მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. არსად არ მოვასვენებთ, ყველგან მივალთ, სადაც ის იქნება, ყველგან ვესწრებით მის ექსპორტის გადაკეთებას, ყველგან აბსოლუტურად აი აქედან დღეიდან იწყება დევნა მიხეილ სააკაშვილზე. ვიშა ვარდები, ალე ხადა ვარდები, ვიშა
აპრილისთვის დაწყებული ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ხელმოწერილი გოგა ხაინდრავა სტუდიაში. ბატონო გოგა, საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. აშკარად იყო აქ თქვენი ხელწერა. მე რამდენიმე წუთში თქვენთან საუბარს დავიწყებ სწორედ ამ შეკითხვით. ხელმძღვანელობდა თუ არა ბარნოვზე განვითარებულ მოვლენებს გოგა ხაინდრავა. მანამდე კი მინდა არქივიდან მაყურებელს შევთავაზოთ ის კადრები, რომელიც მათ გაახსენებს არაერთ გამოსვლას ჩვენი დღევანდელი სტუმრის. დავაღნივით, მაინც რა ვჩებით ადგილზე მანქანას გამოუშვებთ, აქ ჩამოვა რა. თქვენ გამოყვებით აიტეგერით დაფში რა. ავტობუსსა და დავტოვოთ. დამელოთ ერთად მურად რა ავიღეთ და მოვალ რა. ზედას გეფიცები რა. დავედით. დავაი. მე პირველად ვარ ამ თავმჯდომარების წინაშე მე არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა რომ სამოქალაქო ომის ორივე მხარის ქართველ ომის ვეტერანთა წინაშე გამგარიყავი და პირველი რაც მინდა გავაკეთო, მინდა ბუდუში მოვიხადო თქვენ წინაშე. თავის დროზე ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი ვიყო. მოგესალმებით. ამ შემთხვევაში ის ხაინდროვას გულისხმობ. თუ არ მოგწონს ხელისუფლების პოლიტიკა და ან შენ პრინციპებს ეწინააღმდეგება დღევანდელი კურსი, მაშინ ჩაალაგე ბარგი და წავდი. მაგისგან განსხვავებით მე საქართველოს მთავრობაში ჩემოდნებით მისული არა ვარ, ამიტომ ჩასალაგებელი არაფერი არ მაქვს და ვინ ჩაალაგებს ჩემოდნებს და ვინ წავა, амас 1 январს ვნახავთ 2007 წლის. Я вас приветствую, маэстро. День добрый, как вы живы, здоровы? Ничего, спасибо, как вы? Нормально. მაშასე გოგა ხაინდრავა რამდენადაც არის ჩვენთვის ცნობილი, ხელმძღვანელობს თქვა თანასწორობის ინსტიტუტს და მე შემთხვევით არ დამიწყია დღევანდელი გადაცემა სწორედ იმ კადრებით, რომელიც მოვლენები, რომელიც განვითარდა ბარნოვის ქუჩაზე. ბატონო გოგა, ოქრუაშვილის და თქვენი ინტერვიუებიდან იყო რაღაც ნაწყვეტები და ნახოთ ვინ ჩაალაგებს ჩიმოდნებს და ისე აღმოჩნდა რომ ორივემ ჩაალაგეთ თქვენს და ოქრუაშვილმაც და დღეს ორივენი ხართ რადიკალური ოპოზიციონერები. მოდით დავიწყოთ დღევანდელ გადაცემას ქვია ასე პროტესტი მშვიდობიანი პროტესტი თუ რევოლუცია რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? პირველ რიგში გამბედაობა მინდა შეგიქო ჩემო ინგა მთელი შენი მოღვაწეობის გამო და იმის გამო რომ გაბედე გოგა ხაინდრავას პირველ ეთერში დაპატიჟება, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა, აღარ მახსოვს როდის მე მგონი მას მერე რაც სახელმწიფო მინისტრი აღარა ვარ, მე ამ ეთერში არ ყოფილა რა რას ძანებს მართლა ეს არ ვიცოდი. ხო. ეხლა რაც შეეხება კადრებს, ეს არქივი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ პირველი კადრები ეს იყო აფხაზეთის ომი და კადრები ჩემ ფილმიდან, მე ვფიქრობ ყველამ უნდა გაიხსენოს დღეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ამას კიდე კოდორის ხეობა დაუმატა მიხეილ სააკაშვილმა იმ უბედურებას, რომელიც მაშინ დაგვატყდა თავს და კიდე უამრავი უბედურება. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მე ვფიქრობ ეს თემა უკვე ყველასთვის ნაცნობია, ჩვენი ურთიერთობაც ნაცნობია, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაძაბულობა ჩვენ ურთიერთობაში ნამდვილად იყო, მაგრამ იმ გაუსაძლისლო მდგომარეობამ ჩვენ ქვეყანაში, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, გაგვაერთიანა და დღეს ჩვენ თანამებრძოლები და მეგობრები ვართ. არა, ეს კითხვა ალბათ ეს ყველაფერი შესავალში გაერთიანდა, იმიტომ რომ მე ანონსშიც მქონდა გამოტანილი გოგა ხაინდრავა ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა ძალიან დიდი პრაქტიკა ხელისუფლების შეცვლის. ანუ მე აღარ წავალ ხა ძალიან შორს, მაგრამ გავიხსენოთ თქვენს მიერ მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ემსახურებოდა ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლას დამოუკიდებელ საქართველოში. სწორედ ამიტომ
ჩნდება ეხლა კითხვა, ეხლაც ჩვენ ვხედავთ, ეხლა არ დაწყებულა ეს დაიწყო, მე აქვენ დავადასტურებ თქვენი მინისტრობის დროს, იყავით ძალიან რადიკალური, ძალიან მწავე და მე მახსოვს თქვენი პირდაპირი ეთერები, მაგრამ თქვენ მაინც იყავით მონაწილე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანისა და დღეს უკვე ბოდიშს იხდით და ამბობთ, რომ ეხლა ისევ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ამიტომ იყო ეს შესავალი მომზადებული. ამას მე არ ვამბობ. რატომ მაინც და მაინც მე რამდენად გოგა ხაინდრავამ შეუძლია რომ ესაუბროს ხალხს და დააჯეროს რომ კიდევ ერთი ხელისუფლებაა შესაძლებელი. რაშია პრობლემა ბატონო გოგა? მუდმივად ხართ ჯერ მომხრე რომელიმე ხელისუფლების და შემდეგ უპირისპირდება. არა, მუდმივად მომხრე არა ვარ. მუდმივად ვარ თანამონაწილე იმ ვითარების, რომელიც ამ ქვეყანაშია და მცდელობა იყო ჩემი მხრიდან რომ რაღაცნაირად ამ ქვეყანას გამოვდგომოდი იმ ნიჭის და იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ღმერთმა დამამადლა, თუ დამამადლა ესეთი, რა გამოვიდა და როგორ გამოვიდა, ამას საზოგადოებაში აფასებს და კომფორტულად გრძნობთ ხოლმე თავს, როცა ხართ ოპოზიციაში. არა, როგორც კი, არა, საქმე იმაშია, რომ როგორც კი ჩდება ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები, რომელიც არანაირად არ ესადაგება იმ დაპირებებს და იმ ასე ვთქვათ ლოზუნგებს, რომლითაც ხელისუფლება სათავეში მოდის, იმ წუთში ჩდება პროტესტი, როგორც ჩემში, ისე ნებისმიერ ადამიანში, ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია. ჩვენ მე არ დავიწყებ წარსულს, სხვა შორის ახლა ყველას კარგად ახსოვს რა ლოზუნგებით მოვიდა სააკაშვილი და საერთოდ ვარდების რევოლუცია რა ლოზუნგებით. ეს იყო დემოკრატია, ეს იყო თავისუფლება, ეს იყო აღშენებლობა, ეს იყო სამართლიანობა, ეს იყო ბრძოლა იმ კორუმპირებულ რეჟიმთან, ბრძოლა იმ უკანონობასთან, ბრძოლა იმ უამრავ პარაზიტულ მოვლენებთან, რომელსაც ჰქონდა ადგილი და იმ ჭაობთან, რომელშიც შევარდნაძე მიიყვანა ეს ქვეყანა. რა მივიღეთ შედეგად? შედეგად მივიღეთ ელიტარული კორუფცია, როდესაც მხოლოდ მაღალი ეშელონები არიან ამ კორუფციაში ჩართულები და ეს კორუფცია არანორმალურ მასშტაბებს მიაღწია. მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბენდუკიძე, სააკაშვილი, მისი ოჯახი, კეზერაშვილი, ბოკერია და მისი ოჯახი, თარგამაძე და მისი ოჯახი, ეს გახდა, ასე ვთქვათ, ელიტარული კორუფციის ბუდე. დაუდასტურებ. მეც არჩელი რომ გითხრათ, რომ თელი სრული პასუხისმგებლობით ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი და შენ გაძლევ პირობას და ყველას ვინც მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც დააყენებს საკითხს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველა მონაწილე, ყველა ადამიანი, ვინც უმაღლეს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სავარძლებში ბრძანდებოდა, იქნება გამოძიების ობიექტი. მეც პირველ რიგში, მე ჩემით დავიწყებ, მოვითხოვ რომ ჩემით დაიწყოს და ყველა ის ადამიანი, ვინც ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს. ვინც არ ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, ოღონდ იყო მისი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების და მთავრობის წევრი, იქნება აუცილებლად გამოძიების ობიექტი. ანუ აქედანვე მუქარაა მათი მისამართი რომ დაიჭერ. არა, მე არავის არ ვიჭერ, იქნება მეც მიჭერენ, კაცო. მე ვამბობ, რომ ჩემით დაიწყება ეს. პირველი მე მოვითხოვ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა იმ პერიოდში პირველი იქნება სააკაშვილი, მერე ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ყველა მთავრობის წევრი, ლომაია, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი და ყველა დანარჩენი ადამიანები. ანუ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესების არა, ეს გარდაუვალი, ეგ აუცილებელია. ეს რომ არ მოხდა, არც ერთხელ, არც მეორე და არ მესამედ, იმიტომ მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმი. რატომ იყო დაჭერები? ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ეს დაჭერები არ იყო, ეს იყო რეკეტები, ჩემო კარგო, ეს იყო რეკეტები, რომლის შედეგადაც ეს ამ ადამიანებმა უამრავი ფული მოიტანეს, ნახევარი ამ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის ჯიბეში წავიდა, ნახევარი საწავიდა კაცმა არის. ეს არ იყო დაჭერები, ეს არ იყო სამართლიანობის აღდგენა. ეს არ იყო სამართალის ძიება, ეს იყო ფულის ძიება, ეს იყო ასე ვთქვათ მცდელობა, რომ თქვენ გახსოვთ როგორ ხორციელდებოდა ეს მთელი საქართველო უყურებდა. მთელი დაპატიმრებები ერქვა ამას. ეს იყო მცდელობა დათრგუნვის მთელი საზოგადოების და საკუთარი ჯიბეების გასკელების და მე დარწმუნებული ვარ, მე ამას არ ვიძახი ასე ვთქვათ ღაერზე, მე მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დგას ჩემ წინაშე, იმიტომ რომ მთელ საქართველოს ველაპარაკები, ძალიან იშვიათად მაქვს ამის შესაძლებლობა. მე ვადასტურებ, რომ ჩვენ ყველანი ვიქნებით სასამართლო სკამზე, ზოგს სასამართლო გაანთავისუფლებს, ზოგს პირობით მისცემს და ზოგს დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზულად დასჯის იმ ბოროტებისთვის, რომელიც აქვს ჩადენილი სააკაშვილს და მის რეჟიმს. ბატონო გოგა, კითხვა მინდა დაგისვათ. აი ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ვთქვათ შეიძლება ხელისუფლება. არა, თუ კი აღარ არის.
თუ აღარ არის. აღარ აყენებთ კითხვის ნიშნის კი, არ არის ჩემო კარგო. კითხვის სააკაშვილი დამთავრებულია, ამას ლაპარაკი არ უნდა. უბრალოდ ყველა ჩვენთაგანი და მთელი ქართული საზოგადოება, როგორც ეს არასდროს ყოფილა ნოემბრებში, იანვარში და ყველა სხვა პერიოდში, როდესაც აღშფოთება ქართული ხალხის და ქართული საზოგადოების იყო უმაღლესი ხარისხის, მაგრამ ყველამ პირველ რიგში იფიქრა საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ მომავალზე. მხოლოდ იმიტომ დღეს სააკაშვილი კიდე უпростоრედ ზის თავის სავარძელში, თორე დიდი ხანი აღარ იქნებოდა ამ სამარძელში, მაგრამ აი სოფიალა, აგვისტოს მოვლენება დაგვანახა, რომ ჩვენ აგვაქვს ბოროტ ძალასთან საქმე, რომელიც რუსეთს ემსახურება პირდაპირ, ღიად და დაუფარავად და მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯგუფი რო რუსეთს ემსახურება, მე ამას დავადასტურებ დოკუმენტებით, მე ამას დავადასტურებ ფაქტებით. ფაქტებით და დოკუმენტებით, რომელიც მე გამაჩნია, მე ვარ ამ ხელისუფლების წევრი, მე ვიყავი ამ გუნდის შიგნით, მე მახსოვს უამრავი მათი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩემ დროს იყო კიდე გაკეთებული, მაშინ მართალი გითხრათ, ეხლა ესეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და ასე ვთქვათ, რადიკალური აზრი ჩემში არ იყო, თუმცა ეჭვები იყო თავიდანვე მერაბიშვილი რო რუსეთის ასე ვთქვათ რეზიდენტია, მე ამაში არც ერთი წუთი არ ეჭვი არ მეპარება. არა, მე ამას არა, ძალიან ბევრი დამადასტურებელი ფაქტი და დოკუმენტი მაქვს მაგის, მაგრამ მე და შენ ამას ინგა ვერ დავადასტურებთ, იმიტომ რომ ამას ჭირდება გამოძიება და სასამართლო. ძალიან მალე იქნება საქართველოში დრო, როდესაც თავისუფალი გამოძიება ჩატარდება და თავისუფალი სასამართლო რუსეთის აგენტობაზე ვიყოთ ობიექტურები, გოგა ხაინდრავას უფრო ხშირად ადანაშაულებენ ხოლმე მაესტროს ცნობილი თემა მინდა შეგახსენოთ. რა სიტყოდით ბატონო გოგა? მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველაზე კარგად გასცა პასუხი უცნობმა საკანი ნომერი 5-დან და ეს არის გივი, გაიღვიძე გივი, აჯანყება მზადდება გივი. აი ეს არის პასუხი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე. და ვინ თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან? მაგასაც დავადასტურებთ ჩვენ. იგივე გივი, აი ეს გივი. ივან სუსანინივით რო დაყვებოდა იმ გენერალ ბორისოვს, ცხენვალსა და გორშორის გზა რო არ შეშლოდა და როგორმე ქართული ოჯახები რო არ გამორჩენოდა და ლომაიასთან ერთად პურმარილობდა მაგათთან ერთად, მაგასაც გამოვიკითხავთ. აღარ ვლაპარაკობ გოროზიაზე, რომელიც შენირად დაუდგა რუსეთის გენერალს და ძღოლად დაყვებოდა იქით-აქე და ვინ ემსახურებოდა რუსეთს? და როგორ მაგის დროც მოვა და მაგასაც დავადასტურებს უკვე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გველის ალბათ ძალიან საინტერესო პროცესები ამ შემთხვევაში. აჯანყება მოდის გივიო ეხლა როდესაც მზადდება. რას ნიშნავს? ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ასეთი განცხადების შემდეგ შესაძლებელია თქვენ ხელისუფლების ძალის მიერ შეცვლაში ამ ცდელობაში იქნა დადანაშაულებული და შემდეგ მოხდეს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. სწორედ აი ამ მიმართულების გამო, რომ აი აჯანყება, ძალით შეცვლა და ასე შემდეგ. ბატონო გოგა, მე არ გეკითხებით ამას ჰაერიდან, ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთი წლის წინ გამოქვეყნებული იქნა თუნდაც იგივე ის სატელეფონო ჩანაწერი. მაგრამ არაფერი არ იქნა დადასტურებული ერთი წლის განმავლობაში, ამის შესაძლებლობა ჰქონდათ ნამდვილად და თუ რამე ამის უკან იყო, მე ვფიქრობ საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ დაედასტურებინათ ჩვენთვის. ეს იყო ცილისწამება, ეს იყო ბოლშევიკური მეთოდებით ქვეყნის მართვა და ჩვენს უყველანი ამის მოწმეები ვარ და დღეს უკვე ამაზე პოლიტიკური ოპოზიცია კი არ ლაპარაკობს, ჩემო კარგო. მე დღეს მოვდივარ მიტინგიდან, რომელიც საზოგადოებამ მოიწვია. არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ იყო. საერთოდ დასასრული ნებისმიერი ხელისუფლების იწყება მაშინ, როდესაც ის უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას. თუ ჩვენთან მიმართებაში, ნუ პირადად ჩემთან არა, იმიტომ რომ მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს და განვაცხადე ამის შესახებ და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არა ვარ და არც ბლოკის და არც იქით ვარ, არც აქით და ვარ სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მშენივრად. სხვა შორის მინდა გითხრა, რომ მე არა თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვარ, არამედ 7 ნოემბერი არის ესეთი ორგანიზაცია არასამთავრობო ის წევრი მე ბოდიში ვიხდი შეცდომისთვის დიახ დემოკრატიის ოღონდ წევრი ერთში ხელმძღვანელი არის ჯაბაჯიშკარიანი მეორეში ხელმძღვანელი არის არა იგივე სახეები თანასწორობის ინსტიტუტი დარჩა ცალკე იქ არიან კაკაბაძე იქ არიან კი ბატონო ამ თემაზე არ მინდა საუბარი მაგრამ ეს არც არ ნიშნავს ზური კორთელიაშვილი და დანარჩენი ბიჭები ლაშა ჩხარტიშვილი ჩვენი მეგობრები არიან იყვნენ ყოველთვის და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ამ ჭირის წინააღმდეგ ისე რა იყო ეს აი აქცია
რომლის კადრებიც მეწეღან გაუშვი, ვარნოვზე მომხდარი ამბავი. ეს იყო, მე ვთქვი, რომ გოგა ხაინდრავას ხელწერა ეთყობოდა და რას ნიშნავს პრეზიდენტს არა აქვს უფლება მინდა თქვენი პასუხი. შევიდეს და თუნდაც სუში ბარში შევიდეს. მინდა გითხრათ, ეს ხელწერა გოგა ხაინდრავასი არ არის, ეს არის ახალი თაობის ხელწერა, ეს არის ჯაბას, ლევანის, ეს არის დათოს და უამრავი ახალგაზრდა ბიჭის და გოგოს, ვისთანაც ერთად ყოფნაც კი მეამაყება, რომ მათთან ერთად ავარ და დიდი მადლობელი ვარ, რომ თვლიან მე ღირსად, რომ მათთან ერთად ვიყო. ამიტომ ჩემი ხელწერა ეს არ არის, ჩემი ხელწერა სააკაშვილი იგრძნობს სად იქნება. სად? ძალიან მწარეთ იგრძნობს ამას აპრილის დღეებში. სად რა? აი იქვე ქუჩებში, თბილისის ქუჩებში მიხვდება ხაინდრავას ხელწერას და ხაინდრავას გამოცდილებას, როგორ უნდა ბოროტებასთან ბრძოლა. აი მაგას ნახავს. მე დავპირდი, რომ შეუსრულებ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც და ადეიშვილსაც და მთელ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც დაეპატრონა აი ამ როგორც ბაყბაყდევები და დაეპატრონენ წყაროს, სუნთქვის, არსებობის, ქართველების და მე ვაჩვენებ მაგათ როგორ უნდა ამის გაკეთება. როგორ უნდა თუ საიდუმლო არ არის? არა, ეს საიდუმლოა ნამდვილად, იმიტომ რომ არა, გეგმების შესახებ ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, მინდა გითხრათ ერთი რამე, ჩვენ უამრავი წყარო გვაქვს სააკაშვილის გარემოცვიდან. ვერც ერთ ადგილას, სადაც ის გასართობა და თავის შესაქცევად მივა, დაწყებული, ასე ვთქვათ, მისი კულინარული მოთხოვნილებებიდან და დამთავრებული ყველა დანარჩენი მოთხოვნილებებით ვერ იქნება წყნარად. ჩვენ ვიცით ყველა გადაადგილების მთელი მარშრუტები მისი. და ისეთ ადგილებში დავხვდები, სადაც ვერ წარმოუდგენელია. საკუთარ დაბადების დღეს ვაწყევლინებთ საერთოდ მიხეილ ძალიან სერიოზული მუქარები გაისმის ახლა გოგა ხაინდრავას მხრიდან და ვიდრე მე ეს მუქარა არ არის, შემოკარგო, ეს არის რეალობა მისი არსებობის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მან მიიყვანა ქართველი ხალხი, ქართული ახალგაზრდობა და ქართული საზოგადოება იმ აღშფოთებამდე, რომლის მოწმეები ვართ სულ ყველანი ყოველ დღე და აი ამ ბიჭებს რომ ისდევენ ახლა ჯაბას, აი ამათ ესენი მინდა გავავთხილო. ჩემო კარგებო, კარგად დაფიქრდით, თქვენ არ ღვევთ კანონს და ჩვენ ამას ვხედავთ, ნუ გონიათ რომ სააკაშვილის რეჟიმი იქნება. ამ დინებისთვის, ამ წიხლებისთვის, ეს არის კანონის დარღვევა. პოლიციელები არ ღვევენ კანონს, დედას აგინებენ ახალგაზრდა ბიჭებს და მისდევენ. იარაღი აქვთ მიშვერილი და როგორც ემეს ცაგურია, ყველამ კარგად ვნახეთ თქვენ ეთერში სხვათა შორის და ეს არის კანონის დარღვევა, ჩემო კარგებო. პოლიციელებო და თქვენ ამაზე დაისჯებით, ყველა ვინც ამას ჩადიხართ. კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ და ნუ იცავთ კრიმინალურ რეჟიმს. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი საზოგადოება, თქვენი ხალხი, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ოჯახები და საქართველოს მომავალი. და არა ეს კრიმინალები, ვინც აი ეს ახალგაზრდა ბიჭებს დასდევენ იარაღ მომარჯვებულები და გვირგვლიანს კლავენ. სწორედ ამ თემაზე მინდოდა დამესვა თქვენთვის შეკითხვა, ვიდრე მე ვთქვათ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე კიდევ ერთხელ გავიგებ თქვენს მოსაზრებას. გირგვლიანის თემა, მე ვთვლი, მე როგორც ჟურნალისტი ყოველთვის ვერიდები ხოლმე ჩემი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელზეც ნამდვილად მაქვს ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია ერთ კითხვაში შემიძლია მოვაქციო, რა საჭირო იყო ამ ადამიანებისთვის თუნდაც შემსუბუქება სასჯელის. ეს მარტო მე არ გამიჩნდა ეს კითხვა. ძალიან ბევრ ადამიანს. ჩემი შენდამი პატივისცემის გამო, იმიტომ რომ გაფასებ როგორც ჟურნალისტ, როგორც ძალიან აი ისეთ გამბედავ ჟურნალისტს, მინდა გითხრა და პირველად ვიძახი ამას. არავისთვის არ მithქვი აქამდე. ეს ადამიანები გარეული არიან ჟვანიას მკვლელობაში. ეს კვალი, აი ეს ადამიანები მელნიკოვის ჩათვლით არიან გარეული ჟვანიას მკვლელობაში. როგორ ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ კვალი მიდის მათდამი. იმიტომ არის ეს მცდელობა, ჯერ 6 თვე მოუკლეს, ეხლა კიდე 9 მოუკლეს და პრაქტიკულად მაგათ უფლება აქვთ, რომ დღეს-ხვალ გამოუშვან ისინი გარეთ. იმიტომ რომ ისინი გარეული არიან უამრავ ბოროტმოქმედებაში, რომელიც მერაბიშვილის ხელით არის ჩადენილი ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ, სრული პასუხისგებლობით, რომ ამ ადამიანებამდე მიდის კვალი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იმიტომ მიდის ისეთი დაცვა მაგათი. ძალიან სერიოზული განცხადება მოვისმინეთ ახლა პირდაპირ ეთერში, ბევრჯერ გაკეთებულა ვთქვათ განცხადება ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ აი ესეთი ძირითადი მანდარი მელნიკოვი და ის ადამიანები, ვინც დარჩნენ ასე ვთქვათ, ციხის გარეთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც იციან ინფორმაცია ამ უბედურების შესახებ. მელნიკოვი არის ძირითადი ჟვანიასთან მიმართ. ერთ-ერთი ძირითადი. ვიზამდეც კვალი მიდის, რაც ჩვენ დავადგინეთ აქამდე და იმ ბიჭებმაც მშვენივრად იციან იმ ღამეს რა მოხდა. ძალიან ხომ არ იტყვით რა მოხდა. არა, ვერაფერს მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი ვარ, ჩემო კარგო. მე შემიძლია ვარაუდების დონეზე გელაპარაკო და გარდა ამისა იმ ინფორმაციის დონეზე, რომელიც იქიდან ჟონავს და ეხლა კი არ ჟონავს უკვე გადმოედინება. ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან და სულ რო არ ვიყოთ ჩვენ, არც ხაინდრავა, არც გაჩეჩილაძე, არც გრეჩიხა პატარა, არც ალასანია, სულ რო არავინ არ ვიყოთ.
და ქართული საზოგადოება არ იყოს აი ეს ნიაღვარი იმ ბოროტმოქმედების, რომელიც ჩადენილი აქვს და რომელიც მოედინება მისი გარემოცვიდან, აი ის წალეკავს მაგას და წალეკავს ძალიან მალე. ძალიან სერიოზული იყო ეს განცხადება, ალბათ ამ განცხადებას გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას მოყვება შეფასებები. ბატონო გოგა, მე მინდა დაგისვათ კითხვა, მშვიდობიანი პროტესტი თუ რევოლუცია გარდაუვალი, თქვენ წეგან თქვით რომ აჯანყება მზადდება. მე მინდა არა, ეს მე არ თქვი, მე არა, ისე უბრალოდ. კი, გასაგებია, მაგრამ მე მინდა მოვისმინო თქვენგან, აი ძალიან ისეთი გულახდილი პასუხი. ამბობს ხელისუფლება, რომ იგი არაპირებს გადადგომას. როგორ წარმოუდგენიათ ოპოზიციის ლიდერებს, რომ მიიყვანონ ხელისუფლება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე? ძალა იქნება თუ არა გამოყენებული? თქვენ ელოდებით თუ არა, რომ იგივე ხელისუფლების მხრიდან მოხდება თქვენს წინააღმდეგ ძალის გამოყენება? ერთადერთი რაც ხელისუფლებას დარჩა, ეს არის მერაბიშვილი და მისი ბანდები, რურუების ბანდები, ცნობილი, რომელიც თქვენთან შემოვარდა და შენ დაგზდევდნენ და დაარბიეს იმედი და მე ღამე ჩემი სტუდია, ოღონდ შეეშალა და სხვისი სტუდია დაარბიეს ჩემს მაგივრად. რურუა იყო შემოსული? კი, რა თქმა უნდა. რურუას ბანდა, ეს 350 კაციანი ბანდა ყავთ, ცნობილი, აი ეს გადაცმული ბიჭები რო იყვნენ იქა ისინი და მერაბიშვილის იქ ახლა ავარჯიშებენ, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, რომ ქვეყანას ვერც ერთი სპეცნაზი ვერ მოერევა. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ძალის გამოყენებას, არანაირი ძალის გამოყენებას, მაგრამ თუ ისინი ძალას გამოიყენებენ, ძალადობა შობს, ეს არ არის ჩემი სიტყვა. კი, მაგრამ როგორ აპირებთ რომ გაუშვათ ისინი? არა, უამრავი მეთოდი არსებობს ამით, ჩემო კარგო, ეს არის ძველი როგორც ეს სამყარო, რა არაერთი. ჩვენ ხომ გაზაფხულზე ვნახეთ, აი აქციები დაწყებული შიმშილობა, ბოლოს კანტიკუნდა ადამიანები და ფაქტიურად, როდესაც არაფერი კანტიკუნდად არ იყო, ყველასთვის აბსოლუტურად რატო დაგვარბიეს? არა, 7 ნოემბერზე არ გეუბნებით. ბოლოს გაზაფხულზე აქცია, რომელიც მიდიოდა პარლამენტში. ეს სხვა თემაა აბსოლუტურად, იქ სვანაირი, არა, ყველა აქციას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, შინაარსი და თავისი მოთხოვნა. ესე იგი ის ამოცანები, რაც ჩვენ წინაშე იდგა იმ დროს, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ნოემბერი არის ახლა ყველაზე ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა და შეიძლება 10 წლეულების. ამიტომ ნოემბერში არავინ არ ითხოვდა სააკაშვილის გადადგომას, თუ გახსოვთ. ნოემბერში პოლიტიკური ოპოზიცია ითხოვდა არჩევნების დანიშვნას და საზოგადოება მზად იყო, რომ ამ არჩევნების გზით შეეცვალა ხელისუფლება. 200,000 კაცი თუ 250 მოსული ნიშნავდა რას, რომ საზოგადოება ითხოვდა ამ ცვლილებებს, ოღონდ ცვლილებებს ითხოვდა კონსტიტუციური გზით და ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ გვესმოდა რა იდგა, ვთქვათ, იმის უკან, სააკაშვილის გადადგომის უკან. სააკაშვილის უკან იდგა ბრაიზა, იდგა დეივ ფრიდი და ბუში სამწუხაროდ ძალიან დიდი კომბლით. და ჩაგვარტყეს კიდეც თავში და ქართულ საზოგადოებას და გვითხრეს, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება და ნება თქვენი, ასე ვთქვათ, გამოხატვის, რასაც თქვენ გეტყვით, ის იქნება სააკაშვილი, იქნება პრეზიდენტი. ეხლა ბრაიზასგან რა გარანტიები ეხლა ბრაიზა უკვე ისეთივე გაფარჩაკებულია, როგორც სააკაშვილი და დაახლოებით ეხლა ერთ-ერთმანეთს იცავენ, იმიტომ რომ საერთო ბიზნესები აქვს, საერთო ფულებში არიან იქ, ესე იგი ძალიან და ამიტომ სასწრაფოდ გამოფრინდა აქით, რომ იქნება თავის ბიჭს უშველოს, მაგრამ ვერ უშველის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ, როდესაც დამთავრდება, ასე ვთქვათ, ფორმირება იმ ადმინისტრაციის, მაშინ, როდესაც ის საბუთები და ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს, იგივე ბრაიზესთან დაკავშირებით იქნება ცნობილი ამერიკის ადმინისტრაციისთვის, მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც იქნება სერიოზული გამოძიება. იმიტომ რომ როგორც აიცით რა, ორხმაში რა, ესე იგი ის რაც უნდა მოსკოვს, როგორც წესი იმას აკეთებს ბრაიზა საქართველოში. დღეს რუსეთისთვის როგორც არა რუსეთის აგენტია. არა, მე არ ვიცი, არა, რუსეთის აგენტია თუ არ ვიცი, რა ეს გივის თემა აგენტები. გივი გაიღვიძე. ხო და რაც შეეხება, იმიტომ რომ გაუგებარია დღეს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჭირდება საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი, ეს არის რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ ყველნებისმიერი მისი მოთხოვნა იქნება მათი მხრიდან შესრულებული და უკანას თუნდაც ენგური, თუნდაც თბილისის წყალი. რუსები იყვნენ რომ დაგვბომბეს ჩვენი ტერიტორიების მიტაცება ოფიციალურად და რა დაუპირისპირეთ ჩვენ დღენახევრიანის სირცხვილი. რა დაუპირისპირა იმ 4 წლის მთელი ქართველი ხალხის მუშაობის შედეგად. მთელი ქართველი ხალხი
თავდაღუნული შრომობდა იმისთვის, რომ ქართული ჯარი შექმნილიყო და ერთი წუთი, როგორ ჩაითრია? არა, საინტერესოა თქვენი პასუხი. არაფერი არ ჩაითრია 3 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს ტარდებოდა მანევრები კავკას 2006, კავკას 2007, მერე კავკას 2008, სადაც მოდელირება ხდებოდა საქართველოში შემოჭრის. როკის გვირაბის გადაღმა 30,000-იანი რუსული კონტინგენტი იდგა და მთელი ასე ვთქვათ სქემები იმის როგორ აპირებენ საქართველოში ამის განხორციელებას ყველასთვის იყო ცნობილი, ან უნდა იყო უგუნური, ან უნდა იყო მოღალატე შენი ქვეყნის, რომ დაუშვა ის, რაც დაუშვა სააკაშვილმა. ორივე შემთხვევაში უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან. იმ შემთხვევაშიც თუ უგუნური ხარ და ქვეყანას ეს დღეში ჩააყენებ და მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ხარ მოღალატე. თქვენ რას ვიზავდით, ბატონო გოგა, აი თქვენზე რომ ყოფილიყო, მე პრეზიდენტს არა, რას ვიზავდი კი არა, მე 2 წელიწადი და 6 თვის განმავლობაში ამას შვებოდი. ყველანაირ შესაძლებლობას რუსეთის მხრიდან, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით და სხვათა შორის მინდა გითხრა და კიდე ერთხელ გავიმეორო, ის ადამიანი, ვისაც მე ტელეფონით ველაპარაკები, იყო რუსეთის საელჩოში კურატორი მოლაპარაკებების აფხაზეთში და ჩანაწერებზე გაქვთ საუბარი, რომ 100-ჯერა ვარ შენახვედრი, ერთხელ კი არა, ის სატელეფონო საუბარი იყო 100 ალბათ ჩვენ შორის. მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ გახსოვთ 2004 წლის ავანტიურა, რომელიც აი ამ კიბერბიჭებმა კომპიუტერით რო აქვს ომი ნანახი ბარამიძემ, ამ ოქროაშვილმა მაშინ სააკაშვილმა და აი ამ ადეიშვილმა, მერაბიშვილმა ჩაატარეს. ჩვენ შევძელით მაშინ ამის გაჩერება. იმ ავანტიურის თორე ომი ფაქტიურად დაწყებული იყო, ზარბაზნები გრუხუნებდნენ უკვე. მაგრამ მე ცხინვალში დავჭი და დაურეკე და ბარამიძეს და უთხარი რომ მე აქედან არ გამოვალ, თქვენ თუ არ შეწყვეტ ეხლა საარტილერიო სროლას, იმიტომ რომ მე მშვენივრად მესმოდა. მათგან განსხვავებით რითი დამთავრდება ეს ავანტიურა. როგორც 2004 წელს, ისე 2008 წელს. სხვა შორის ამის გამო პრაქტიკულად იძულებული გამხადეს, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი თქვენ ახევრით, იმიტომ რომ ჩემი და ჩემი ოჯახის გაჩერება შეუძლებელი იყო აგვისტოს მოვლენების მერე და თქვენ იცით კარგად, რომ წასული ვიყავი აქედან. მაშინაც, მაგრამ მაშინ ზურაბი მემუქრებოდა კი თავდასხმა იყო ორი ჩემზე, კაცო. ნუ ეს საცალკე იყოს. მაშინ ზურაბი იყო ცოცხალი, ჟვანია და ზურასთან ერთად ჩვენ შევძელით ამ სიგიჟის გაჩერება, თორემ მაშინვე იმ შედეგს მივიღებდით. მაშინ რუსეთი არ იყო მზად. მინდა გითხრათ. რუსეთი არ იყო მზად იმისთვის, რისთვისაც 4 წლის მერე მზად იყო უკვე, იმიტომ რომ პუტინს ახალ გამოვლილი ჰქონდა, ჩეჩნეთის პრობლემები იყო პრაქტიკულად, ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა იმ დროისთვის და ესე ფეხზე არ იდგა ფინანსურათაც, ეს ნავთობის გახსოვთ ალბათ ეს პასები. ამიტომ რუსეთი არ იყო მზად, თორე 2004 წელსვე ჩაგვიტარებდნენ იმას, რაც ჩაგვიტარეს ამ უგუნურების გამო, მაგრამ მაშინ ისინი არ იყვნენ მზად და ჩვენც უფრო ძლიერად ვიყავი. ზურა იყო ცოცხალი, დასაყრდენი იყო ხელისუფლებაში და აი ახლა რა უნდა გვექნა, ამას გეკითხებით, ბატონო. არ უნდა დაგვეშვა არავითარ შემთხვევაში. ეხლა მე ეს ცალკე საუბრის თემაა. ჩემო ინგა, ეს არის უგუნურობის და ლაჩრობის შედეგი. ჩვენ თავი მოგჭრა სააკაშვილმა მთელ ქვეყანაზე და კავკასიაში მოგჭრა თავი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მარტო არ ცხოვრობ, ჩვენ გარშემო ქვეყნები ცხოვრობენ, ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ, ჩვენ ცხოვრობთ კავკასიაში. კავკასია არის განთქმული მამაცობით, თავდადებით, ვაჟკაცობით, განთქმული რეგიონია, უამრავი გმირი ყავს ამ ქვეყანას და უამრავი გმირი ყავს საქართველოს და ეს ლაჩარი სააკაშვილი, ლაჩარი რომელმაც თავი მოჭრა მთელ საქართველოს გორში. ეს ლაჩარი უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არ იქნება ინგა ეს. კარგით, მე დამთავრდა მაგის ბატონობა საქართველოში. გია თორფლაძე უკვე თუ არ ვწდები სტუდიაში უნდა იყოს, იგი რამდენიმე წუთში შემოვა, მე მინდა დაგისვათ ბოლოს შეკითხვა, ბატონო გოგა. აი თქვენ ამბობთ, ბოდიშს ვუხდიო მე ჩემს ხალხს იმ ინტერვიუში კი არა და მიტინგზე გამოსვლაში, რომელიც ანონსშიც ტრიალებდა, რომ ხელი შეუწყე მათ ხელისუფლებაში მოსვლას. დღეს ოპოზიციაში არიან იგივე ადამიანები, მთავარი ფიგურები, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომლებიც წარმოადგენდნენ მთლიანად ამ ვარდების ხელისუფლებას. გნებავთ თქვენგან დავიწყებ. გოგა ხაინდრავა, რომელიც იყო პირველ მთავრობაში, ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამდენი წლების განმავლობაში იყო პარლამენტის სპიკერი პლუს ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობასაც. ირაკლი ალასანია, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქროაშვილი, ვის დაუჯეროთ? ვთქვა თუ კი შეიძლება ეს ხელისუფლება ისევ იგივე ხელისუფლება მოვა მინუს სააკაშვილი? არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს, ამისთვის არსებობს გონიერი ქართველი ხალხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ. მე ამაზე შეგიძლია ესეთი პასუხი გაგცეთ, ეს ნინო ბურჯანაძის თემა ძალიან
ასე ვთქვათ, აქტუალური გახდა ეს ბოლო დროა ბურჯანაძე, ამასთან ბურჯანაძე არის ერთ-ერთი მონაწილე იმ მოვლენების, რომელსაც დღეს აქვს ადგილი საქართველოში. ერთ-ერთი მონაწილე. მას როგორც საქართველოს მოქალაქეს ამის აბსოლუტური უფლება აქვს. მას როგორც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი ხალხის წინაშე ის შეცდომები და დანაშაულები ჩემი ღრმარწმენით, რომელიც ჩადენილია სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ამას მეტნაკლებად თუ ასე თუ ისე, ასე ვთქვათ, გააქარწყლოს ეს ძალიან დიდი თავისი მოქმედებით, თუ ის მას ყველანაირი უფლება აქვს. ეხლა მე ეს ძალიან პირადული თემაა. ჩემსა და ნინო ბურჯანაძეს შორის ურთიერთობა ძალიან კარგად არის ცნობილი შენთვისაც და მთელი საზოგადოებისთვის. მაგრამ საქართველოს არის ყველა ჩვენთაგანის. ნინო ბურჯანაძე არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ნინო ბურჯანაძეს ყველანაირი უფლება აქვს, რომ მიბრძოლოს ამ ქვეყნის უკეთესი როგორი იბრძოლებს, რას გააკეთებს, როგორი იყო მისი წარსული, რა როლი ჰქონდა მას სააკაშვილის ხელისუფლებაში, ამას ისევე როგორც გოგა ხაინდრავას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ წევრებს ამ ხელისუფლების, ვინც დღეს ოპოზიციაშია, ამას პირველ რიგში გამოძიება გაარკვევს და შეფასებას მიცემს ქართველი ხალხი და ქართველი ამომრჩეველი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ ბატონო გოგა გადაცემაში მონაწილეობის. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. გავიმეორებ, უბრალოდ ხომ არ გამოვა ისე რომ თუ კი მიშა წავა, მივიღებთ იგივე ხელისუფლებას მინუს სააკაშვილი. გამორიცხულია ჩემო კარგო და მე ერთ-ერთი მაგის გარანტი ვარ, თუ შეიძლება გარანტი იყოს. კარგით, არ გახვიდეთ, მე მინდა გია თორთლაძე მოვიწვიო და თქვენთან ერთად დაუსვა მას ერთი ასეთი შეკითხვა. ბატონო გია, გთხოვთ ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია გია თორთლაძე. რა სიზამს გია თორთლაძე დადგება თუ არა აპრილის მოვლენებისას ყოფილი თანამებრძოლების გვერდით? მე მაინტერესებს რას ეთყოდით ერთმანეთს და ბატონო. ისე აპირებთ თუ არა? აპრილის მიტინგებზე არა, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ მოვლენებთან და მე მოყვებით. დიდი მადლობა, გთხოვთ დავბრძანდეთ, მე კი დავემშვიდობები ბატონ გოგას კომენტარს ხო არ გააკეთებდით რა. ჩვენ თანამებრძოლები აღარა ვართ. ნახვამდის, მადლობა. დიდი მადლობა, ეს იყო გოგა ხაინდრავა რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე საუბარს გია თორთლაძესთან ერთად განვაგრძობთ. მან თქვა, რომ მას აქვს თავისი დამოკიდებულება აპრილის აქციებთან დაკავშირებით, ასე რომ მომავალი 25 წუთი ჩვენ გვექნება ინტერვიუ სწორედ გია თორთლაძესთან. ვნახოთ როგორია მათი გეგმები. ცნობილი მამაკაცების უცნობი ცოლები. ცნობილი მამაკაცები წარმოგიდგენენ მათ საუკეთესო ნახევარს. ახალი ამპლუა გაქვს დღეს. თქვენ ლევან ჯავახიშვილთან ერთად უნდა წაიყვანოთ მოამბე. ერე ნინო მომთხოვს მამუშავრად. ეს ნამდვილად სიურპრიზი. აშკარად დიდი კაცის ცოლი არა. წარმატებული. მქონდა მეტყოლების პრობლემა, ენა მებმოდა. და რომ მეკითხებოდნენ შე ვინ გინდა რომ გამოხდებს ახიობი რომ ამბობდი ბებიეჩი იმისი შემომხედდი კიბე საქმიანი დავიწყე სკოლაში მუშაობა მასწავლე სახვით ხელოვნებას ხელოვნების ისტორიას და მხატვრობას დედობა მეუღლეობა რასაკვირველია მე ავირჩიე ეს პროფესია ენერგიული რა ყველა ქოს უნდა ქონდეს თავისი პატარა ეს რაღაცა პროფესიული დატვირთვა. გაიცანით ისინი, ვისაც მთავარი როლი მათი მამაკაცების ცხოვრებაში ერგოთ. აი მანი გქონდა ტიანშანში. თორთლაძე ერისთავების ექსტრემალური ოჯახი. პოლიტიკაში ხო არ შეიძლება რომ ერთად ფიქროთ. ჩემი შემართებით მან შეძლო არ შეიძლება დავხოცოს უყურებას. და ნიკუშა შენგელაიას ცხოვრების მუზა. პროფესია ცოლი და ეგ მსუბუქი პროფესია. არა, ეს არის ყველაზე რთული პროფესია მე. ძალიან ცერა. რა დაუჯექთ ამ ქაჯაიასთან ეს რა არის? თბილისის ორი ყველაზე მხიარული ოჯახი. იმართლება ცოლად თვითონ მომიყვანა. რატომაც არა და. ოთხენილობას თქვენ სახში ალბათ საერთოდ აი არასდროს არ აქვს ხო? არის ხანდახან. ვერ წარმოვიდგენ. თვის ბოლოს. კომედიური ტელესერიალი რეალურ ცხოვრებაში. არა, იმაზე ხო დამეთანხმები, ჩემი ცოლი რო უფრო სექსუალურია ვიდრე შენ. ყველაზე ცნობილების უცნობი ნახევარი. ნახეთ გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. თითქოს საპარლამენტო ოპოზიციამ
მისა თანხმობა, რომ მათი საჯელი უნდა განახევრებულიყო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ოპოზიცია შეწყალების კომისიის წინააღმდეგ სკანდალი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოჰყვა, რა მოხდა შეწყალების კომისიაში. მე მინდა საზოგადოებას განუცხადო, რომ გიორგი ცაგარეიშვილი ტოვებს კომისიას. შეწყალების კომისია არ არის ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია, საჯარო ინფორმაცია, რომელიც არსებობდა ქვეყანაში, ჩვენ მივაწოდოთ საზოგადოებას. სად დადგება 9 აპრილს საპარლამენტო ოპოზიცია და შეუერთდებიან თუ არა ყოფილ თანამებრძოლებს მიტინგებზე, რომლითაც არასაპარლამენტოები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. მოусმინეთ გია თორთლაძეს პოლიტიკურ კვირაში, ნანობს თუ არა რომ დღეს დანარჩენი ოპოზიციის გვერდით არ დგას. მაშასე ვიდრე მე მაყურებელს შევთავაზებ კოლერს, ერთგვარ კოლერს თქვენი ცნობილი გამოსვლები და მე მინდა დაგისვათ ერთი შეკითხვა, სწორედ სანდრო გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია დაუპირისპირდა შეწყალების კომისიას, ჩვენ ვნახეთ 2 დღის წინ როგორ გააპროტესტეთ თქვენ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება. ბატონო გია, შესაბამისად შეწყალების კომისიაში მოხდა თუ სად მოხდა, ჩვენთან ჩემთვის თავარი იყო ის, რომ ბატონმა შაშკინმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ჩვენთან. მე რამდენადაც ვიცი, მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთ საპარლამენტო ოპოზიციაში იგულისხმება 2 ფრაქცია, იგულისხმება კიდე სხვა ხალხი, 4 ადამიანი, რომელიც არ არიან არც ერთ ფრაქციაში. რას ნიშნავს მსგავსი რამ არ მომხდარა? რა ვიცი, შეთანხმება არ ყოფილა. ჩვენ გავაკეთეთ ამნისტია, რომელიც მუხლებიც, რომელიც ხალხი მუხლიან, არც ერთი მუხლი არ შეეხოთ მათ და მე შეწყალების კომისიაში შეიწყალეს 61 ადამიანი. ეს ცალკე თემაა, კიდევ რომ მე არა ვარ შეწყალების კომისიის წევრი. იქ ცალკე მოხდა შეწყალება სხვა ხალხის, იმ 61 ადამიანის ეს ხალხი არ იყო. მაგრამ მე რამდენადაც ბატონი ცაგარეიშვილი უკაცრავად იგი თქვენი პარტიის წევრია და თქვენი თანამებრძოლია. აი, თulis რომ უბრალოდ ეხლა რაღაც ძალიან ბევრი ჭუჭკი მოეწყო მას და იმ ხალხსაც, რომელიც შეწყალების კომისიაში არიან და ამიტომ აი ამ სწორედ ამ ამბების გახმაურებით და გაუგებარი რაღაც სიტუაციით, იმიტომ რომ თვითონაც მუდმივად უკმაყოფილო იყო მით რომ ეხლა შემოქონათ 170 კაციანი 200 კაციანი სია და ანუ ოპოზიციისთვის იყო უცნობი, მე ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ეს ადამიანები შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ ამ სიაში. უცნობი იყო და ამ სიაში არც მომხვედრილა. ის ცალკე მოხდა როგორც ჩანს მათი შეწყალება. თუ მოხდა, იმიტომ რომ თუ მოვისმენთ ეხლა ბატონი შაშკინის ერთ-ერთ განცხადებას, მათ თქვა რომ ისინი 2011 წლამდე უნდა იყვნენ. ანუ 3 წელი ქონდა დარჩენილი და თუ მოაკლდათ მათ, უნდა გამოსულიყვნენ წელიწადნახევრით ადრე. ახლა ვერ გავიგე, ამიტომ მან უნდა გააკეთოს. მოდით მაშინ მოვისმინოთ ერთად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. შეწყალების კომისია არ არის ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია, საჯარო ინფორმაცია, რომელიც არსებობდა საზოგადოების ქვეყანაში, ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას. ზოგჯერ ჩვენი რეკომენდაციები პრეზიდენტი არ ითვალისწინებს, ან არ ვიცი ვინ, მაგრამ ამოღება ხდება, თუ ეს არ შეიცვლება და თუ ჩვენ აი ახლა სხდომის შემდეგ წავაწყდებით იგივე ფაქტს, მე ვიფიქრებ დავრჩეთ თუ არა აი ამ კომისიაში. საკითხი არ ყოფილა კომისიის სლომაზე განხილული, ეს საკითხი სხვა 1200 საკითხთან ერთად განხილული იქნა კომისიის გვერდისავლით, მაგრამ ამაში უბედურებას ვერ ვხედავ, ვინაიდან ჩვენ ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ საკითხების განხილვაში ოპოზიცია მონაწილეობდა, მათ შორის ეს პიროვნებები. ეს არის ჯგუფი ადამიანების გარკვეული აჟიოტაჟი თავის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. მე მინდა საზოგადოებას ვთქვა, რომ ეს ადამიანები არ თავისუფლდებიან, როგორც არის საუბარი, დღე-დღეზე ისინი განთავისუფლდნენ დიდი ტყუილი. კარგით, ბატონო გია, თქვენ გაქვთ ურთიერთობა ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ხართ პარლამენტში და აქვე დავაკონკრეტებ, ცუდი არაფერია იმაში, ანუ ჩემი კითხვის მიღმა, რომ თქვენ გაქვთ ურთიერთობა ხელისუფლებასთან. მე მაინტერესებს თუ დაუკავშირდა პირადად გია თორთლაძე, ერთ-ერთი ლიდერი საპარლამენტო ოპოზიციისა, თუნდაც პრეზიდენტს, თუნდაც რომელიმე მაღალ ჩინოსანს, აი ამ სკანდალის შემდეგ და თუ შეეცადეთ რომ გარკვეული ხავით დაუკავშირდი რამოდენიმე ადამიანს, რომლებიც პარლამენტში არიან. და ვკითხე რას ნიშნავდა ეს განცხადებები, მათ შორის შაშკინსაც. შაშკინმა ბოლომდე არც იცოდა რა ხდება და საბოლოო ჯამში როგორც მე ეხლა დავასკვენი, არის ხალხი არ თავისუფლდება და ეს იყო ან ვიცი, ან ცდელობა ამისა, ან უბრალოდ არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს აჟიოტაჟი საიდან აგრო და მას რატომ გადადგა ცაგარეიშვილი? უკაცრავად აჟიოტაჟის გამო, რომელიც არ ცაგარეიშვილი აპირებდა ისედაც გადადგომას და თან ეს უკვე ხე გახმაურებული ამბავი რომ ოპოზიციასთან იყო შეთანხმებული. თქვენ მოისმენთ მაგალითად, მე მაგალითად გავუცდი რომ მურთაზ ოდელავასის განცხადება რომ ჩვენთან იყო რაღაც შეთანხმება. ჩვენთან არადროს ამ თემაზე არავის არ ვლაპარაკობ. ეს მე
როცა საუბრობ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ საუბრობდით ამნისტიაზე. ამნისტიის დროს ამ თემებზე არ იყო ლაპარაკი, არც ეს მუხლები ამნისტიის მუხლები მათ არ შეხებიათ და შეწყალების კომისიას მათი განხილვა აყოფილა. კარგით, ბატონო გია, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა, ამ შეკითხვას ჩვენ ალბათ უკვე სხვა გადაცემებში დავუსვავთ გია ცაგარეიშვილს, ისე უბრალოდ აჟიოტაჟი თუ შეიძლება ატყდეს ასეთ სერიოზულ თემაზე და თუ შეიძლება რომ ისე უბრალოდ გადადგეს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. არა, თუ კი მას არ ქონდა უკაცრავად, მე ვგულისხმობ რას, თუ კი არ აქვს დეპუტატს ოფიციალური დადასტურება რაღაც ფაქტის, თან ასეთი სერიოზული ფაქტის, რომელიც მორალურიც არის, ხო, თქვა საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის. სწორედ მაგიტომ გადადგა, როდესაც და გარდა ამისა, პრეტენზიები ჰქონდათ მათ ისედაც, აი თუ მოისმინეთ თქვენ ახლა ქალბატონი ელენ თეოდორაძის განცხადება, რომ ჩვენ ვიწყალებთ ბევრს და მე საბოლოო ჯამში ამ შეწყალების კომისიიდან იქ იმის ნახევარს იწყალებენ და ასე შემდეგ. კარგით, მე მაინტერესებდა კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით. არა, თქვენ იდექით იმ პრესკონფერენციაზე, სწორედ ამიტომ დავიწყეთ თქვენთან საუბარი ამ შემთხვევაში. გამო რომ იყო შეთანხმებაო საპარლამენტო ოპოზიციასთან. ამიტომ ამის გამო დავდექით და გამოცხადება ასეთ შეთანხმებას. კარგით, ბატონო გია, მოდი დავიწყოთ საუბარი 9 აპრილზე მშვიდობიანი პროტესტი თუ რევოლუცია, ასე დავასათაურეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე მოვისმინეთ წეგან თქვენი პასუხი, რომ თქვენ არ აპირებთ გახვიდეთ აქციაზე. მე მაინტერესებს დავიწყოთ მოდით საუბარი სწორედ ამ თემაზე. როგორ იგრძნობს თავს საპარლამენტო ოპოზიცია შიგნით პარლამენტში თუ კი გარეთ დაიწყება ისეთი მასშტაბური მიტინგები, როგორცაც ვარაუდობენ ოპოზიციონერები, არასაპარლამენტო წარმომადგენლები ოპოზიციის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გზები, ასე ვთქვათ და მიზნები და მისწრაფებები გაიყო მაშინ, როდესაც ამ კითხვას ხათაშორის ძალიან ბევრი ხალხი მისწორებს და ბევრჯერ ყოფილა ასეთი კითხვა დასმული ჩემთვის და მე ედაგებს პასუხობ. ჩვენ სხვა შეხედულებები აღმოგვაჩნდა 21 მაისის არჩევნების შემდგომ, ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ შესვლა პარლამენტში და ეს გზა ავირჩიეთ ოპონირებისთვის, ანუ ოპოზიციამ აირჩია ის გზა, რომ შევიდეთ პარლამენტში და მუდმივად ვაკეთოთ ოპონირება ხელისუფლებისა და სულ ყავდეს ხელისუფლება რაღაც ოპონირების რეჟიმში. ეს არის ოპოზიციის ძირითადი დანიშნულება, მე ასე მესმის. მეორე ნაწილმა ხალხმა აირჩია გარეთ დარჩენა, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიცია დარჩენა და გარეთ გაეგზელებიათ თავიანთი მოღვაწეობა და ბრძოლა. მე ამაში ვერაფერს, ასე ვთქვათ, დანაშაულს ვერ ვხედავ, ამიტომ არასდროს არ გამიკრიტიკები არავინ, იმიტომ რატო დარჩენდა გარეთ, თუმცა ჩემი მოსაზრება გამომითქვავს, რომ ჩვენ რო შიგნით ყოფილიყავით უფრო კარგი იქნება და ეგ სხვა თემებია. ამიტომ ეს ძალიან მარტივი რამ არის. ეხლა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ 9 აპრილს და სხვა ბევრად უფრო ადრე ჩატარებულ მიტინგებზე ჩვენ ქონდა ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენი პირველი მოთხოვნა, თუ გახსოვთ, 2 ნოემბრის მოთხოვნა იყო საპარლამენტო ვადებში ჩატარება არჩევნების. შემდეგი მოთხოვნა იყო კონსტიტუციის მიღმა არ დაგვეტოვებინა აფხაზეთი, როცა ჩვენ შინშილობდით. და არ უნდა დაგვეტოვებინა კონსტიტუციის მიღმა აფხაზეთი და საარჩევნო კოდექსში უნდა შესულიყო და დაემტოვებიათ ის 2 ადგილი აფხაზეთისთვის, 1 ადგილი ცხინვალის რეგიონში. ამისთვის შინშილობდით. და მე იქ ეხლა მეორე შემთხვევაზე ახლების ასე ვთქვათ ხათრით დაემატა ბურჯანაძის გადადგომა, იმიტომ რომ იქ ხათრით რას ნიშნავს? ხუმრობით ვამბობ, პოლიტიკაში ხათრით მოთხოვნები. ეხლა ხუმრობით ვამბობ, ხო ხვდებით, ასე გადატანით ნიშნულობით ვამბობ. ხათრით არა, უბრალოდ იმ საქციელის გამო, რა საქციელიც მან ჩაიდინა იქ, რომ არაძლევდა იქ პლედებს თუ რაღაც პირობებში, საშინელ პირობებში იყო. ჩვენზე მძიმე პირობებში იყვნენ. სხვათა შორის ახლები როცა იყვნენ სავარძლებზე, ჩვენ ხოვით მაინც ვიწექით და კი მახსოვს დათო გამყრელიძის კადრები. ამიტომ ეს დაემატა გადაფარა. მაშინ ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა როგორც გახსოვთ არ შესრულა. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი როცა მეკითხებიან 9 აპრილს რატომ არ უერთდები, მე რომ ვიცოდე რომ 9 აპრილს არის თუნდაც ყველაზე აი მძიმე მოთხოვნები ყველაზე მძიმე ერთადერთი და რადიკალური არის უნდა გადადგეს სააკაშვილი. ხო, და ამ დროს არსებობს ბევრი სხვა მოთხოვნა, მაგალითად პლებისციტის მოთხოვნა შეიძლება დაეყენებინათ. შეიძლება დაეყენებინათ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ძალიან მძიმე კოდექსია და შესაძლებელია. შეიძლება დაეყენებინათ პრეზიდენტის უფლებების რატომ არა გადადგომა? შეიძლება გეტყვით, არა, რატომ არა და გეტყვით. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დაეყენებიათ საკითხი, ბევრი სხვა საკითხი დაეყენებიათ. არა, ამის მოთხოვნის უფლებას, რა თქმა უნდა, მათ ლეგიტიმური უფლება არის მოითხოვონ ეს ამბავი. მაგრამ, როდესაც მე ვისმენ, რომ ოპოზიციას ყავს მინიმუმ 4 საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს. დღეს ყავს ერთი არის ირაკლი ალასანია, ერთი არის შალვა ანთელაშვილი, ერთი არის გაჩეჩილაძე, ერთი არის ბურჯანაძე. გაჩეჩილაძე ოფიციალურად არ დაუსახელებია. არც ოფიციალურად ჯერჯერობით ვერავის ვერ დაასახელებენ, სანამ არ დაინიშნება არჩევნები, მაშინ არა, რატომ ალასანიას ალიანსმა თქვა, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ირაკლი ალასანია, შალვა ანთელაშვილი. ხმხრიდან გიპასუხეთ, მაშინ როცა კითხეს რამოდენიმე
ყოფილ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს რომ თქვენი კანდიდატი იქნება თუ არა ბურჯანაძე, არა ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ასე რომ აი ბატონო უნდა ვარქვენ გაჩეჩილაძე და ვარქვათ X კანდიდატი, მაგრამ კანდიდატი ნამდვილად იქნება. ეხლა ჩამოვიდა და მაისაშვილი, არ ვიცი მაისაშვილი მეიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა დადგება ეს დრო და არ ვიცი ეხლა 4-5 კაცი ყოველთვის იკვეთება. ეს იგივე მდგომარეობა დაახლოებით რა მდგომარეობა ჩვენ ქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც გამყრელიძემას დააყენა, შალვან-ფერასუნას დააყენა. იყოს რამდენიმე კანდიდატი. კარგი არის იმ შემთხვევაში, როცა შედეგს აღწევდა, როცა ხმებს უყოფ ერთმანეთს, ისე როგორც მე გამიყვეს მთაწმინდაზე ხმები, ისე როგორც სხვაგან მოხდა ხმების გაყოფა და ოპოზიციამ ერთმანეთს წაართვა ხმები და რეალურად გავიდა სახელმწიფო კანდიდატი და დანარჩენები დარჩნენ ფაქტიურად ერთმანეთს გაუყვეს ხმები და ეს ხმები რო შეკრებილიყო, პირველ ადგილზე რა თქმა უნდა გავიდოდა ოპოზიციის კანდიდატი. ამიტომ ეხლა ეს შორს წაგვიყვანს. მე უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, რომ მე მინდა სამართლებრივი ქვეყანაში ცხოვრება. მე არ მინდა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მუდმივად არის იმის საშუალება, რომ წაგებული მხარე იქნება თუ უკმაყოფილო მხარე, მაგალითად ქაბატონ ბურჯანაძე როგორც უკმაყოფილოა დღეს ახლა ჩემთვის გაუგებარი ელიტია უკმაყოფილო, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო არის და უნდა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და აი ესეთი ტენდენციები რომ დღეს თუ ადამიანი არის უკმაყოფილო, მას შეუძლია ესე იგი მოითხოვოს პირდაპირ გადაყენება, ოღონდ ამავე პერიოდში ამბობენ. ვინც იგივეს მოითხოვდით, ბატონო გიორგი. არა, ჩვენ რომ მოვითხოვდით. ჩვენ მოვითხოვდით, ჩვენ მოვითხოვდით იმ ამბების მერე, როცა არ დაკმაყოფილდა ერთი საკითხი, მეორე, მესამე, მეოთხე და მოითხოვეთ გადადგომა. მაგრამ ჩვენ მოვითხოვდით იმ არჩევნების საფუძველზე, რა არჩევნების მას ჩატარდა, მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს, იმიტომ რომ იმ არჩევნების შემდგომ ყველა მოარი თქვა მეორე ტურზე, ჩემი ჩათვლითაც და ჩვენ გადავედით აბსოლუტურად არასწორი, მე ახლა მგონია რომ არასწორი იყო, გადავედით არასწორ გზაზე. ეს არასწორი გზა იყო საპარლამენტო არჩევნები, როცა ტოვებ CSKO-ს იგივეს, როცა ტოვებ კოდექსს იგივეს და აი ამ წესების თამაშით, ანუ ეს არის ფაქტიურად ის, რომ შენ არის ცუდი თამაშის წესებით მიდიხარ, ანუ ფეგმურს თამაშობ რეგლის წესით. სააკაშვილი უნდა გადადგეს თუ არა? როგორი არის საპარლამენტო ოპოზიცია ამ შემთხვევაში გია თორთლაძის პასუხი? მე ეს მისი გადასაწყვეტია, მე როგორ გადავწყვეტე, უნდა გადადგეს თუ არა. მე არ უერთდები ამ მოთხოვნას ელემენტარული მიზეზის გამო. როგორი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, რას აპირებს ოპოზიცია, ვინ იქნება ლიდერი, ვის დააყენება, არავინ არაფერი არ იცის. ოღონდ რას იზახიან, ზეთ უნდა გადადგეს, ანუ ოპონირება კი არ ხდება. ოპონირება კი არ ხდება, ხდება პირდაპირ. შენ წადი, მე მოვალ. აი ეს არის ჩემთვის მიუღებელი რა. მე გაგახსენებთ სხვათა შორის ამის ყველაზე კარგ მაგალითს, რომ არასდროს ეროვნულ მოძრაობაში არ უკადრებია ის და მე მაგ მხედველობაში ზუსტად გამსახურდია დონელი პერიოდი, როდესაც არნახული და ბევრად უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერები ყავდა მას, ვიდრე ნებისმიერ აიხლანდელ ლიდერს, ნებისმიერს. ყავდა ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი და ის იმას არ უთქვავს არავისთვის, შენ წადი, მე უნდა მოვიდე. ვინ ამბობს? გეტყვით ვინც ამბობს. ყველაზე მძიმედ გადიოდა მაშინ საკითხი მრავალპარტიულობის შესახებ და გამსახურდიამ და ეროვნულმა მოძრაობამ მოახერხეს, რომ კომუნისტები აიძულეს, რომ კომუნისტურ კონსტიტუციაში, წითელ კონსტიტუციაში შეეტანათ მრავალპარტიული არჩევნები და აი ამ არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში და არა იმით, რომ შენ წადი და მე მოვალ. ეს არ არის შენ წადი და მე მოვალ. ვინ ამბობს ამას? აი ვინ ამბობს შენ წადი გინდა თუ არა უნდა მოვიდე მე? ვინც მიდის 9-ში და აცხადებს ერთ მოთხოვნას. ერთი მოთხოვნა რომ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, რომ აი შენ წადი და ჩვენ მოვალ და მე ხა მინდა გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ახლა ქალბატონი ბურჯანაძის პერსონაჟს ხედავ მე იქ და ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლილა თურმე ოპოზიციის. ძალიან ბევრი რამე არ მოწონს. ხოთა შორის მე გავაკეთე ამოვიღე ინტერნეტიდან და პატარა, ასე ვთქვათ, ჩანაწერი გავაკეთე მისის გამოსვლისა, ესე იგი 7 ნოემბერს გახსოვთ რაც მოხდა დარბევა. 9 ნოემბერს არის ეს ჩანაწერი. რა ჩანაწერი? არა მე კომპრომატები. მისი გამოსვლა, აფერი კომპრომატი ინტერნეტში შევძანდით, ნახავთ მის გამოსვლას. მე უბრალოდ ცოტა არ იყო შევკუმში ეს და დავამპატარავ, იმიტომ რომ 20 წუთიანი რო გავაკეთოთ ეს გამოსვლა, მე აქ დრო აღარ სად გამოდის ბატონგი? პარლამენტში მიბრძანდა ქაბატონი ბურჯანაძე და პარლამენტში აკეთებს განცხადებას 9 ნოემბერს, ანუ 7 ნოემბრიდან 2 დღის მერე. აი თქვენ ახლა თუ შეგძლებთ რომ ეს ჩადოთ და გაუშვათ ეს კადრები, იქ ნახავთ რა განცხადებები. ეს არ იყოს რაიმე ისეთი, რისი ეთერში გაშვებაც არ შეიძლება ძალიან დიდი. ბურჯანაძე გამოდის პარლამენტში, ახლა იქ ხوار გინებას ხوار დაიწყებდა და თქვების სროლას. ეს არის ჩვეულებრივი პარლამენტში გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარისა და ეს ალბათ იქნება ოდნავ მოგვიანებით, თუ შეიძლება მე გადავაწვდი ვინმეს, თუ შეიძლება. ქალბატონი ნინო ბურჯანაძის გამოსვლა, რა გამოსვლა არის? ამით ისიქნად ვიდრე პარლამენტში გამოდის ქალბატონი ბურჯანაძე 7 ნოემბრიდან 2 დღის მერე და მოისმენთ ახლა მის პათოს და მის განწყობას. ქალბატონი ნინო პრაქტიკულად არ იღებს 7 ნოემბერზე პასუხისმგებლობას. არ იღებს, აი ახლა
ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოდი მოვლენებს. ჩვენ მოდი გავუშვათ ის კადრები, როცა იქნება, არ ვიცი, ამ წუთში მოახერხებთ ამას. კი ბატონო. და მე ვნახოთ მეტყვიან, როდესაც იქნება მოსახერხებელი. აი გამოჩნდება მის გამოსვლაში, რომელიც ინტერნეტში კიდევ სხვათა შორის მიკვირს ამდენი ჟურნალისტია საქართველოში და რატომ არ მოძებნეს და არ მოჩხრიკეს ეს 7-9 ნოემბრის მისი გამოსვლა. რაზე გაქვთ ეჭვი რომ ჟურნალისტები მფარველობენ ქალბატონინოს? ჩვენ სულ ყველა შეკითხვას რაც კი არსებობს. კი არ მფარველობენ, ისეთ უბრალოდ საშინელი რეჟიმშია ყველა რომ ახლა იმის დრო არ აქვს რომ მოგეკონ ის დრო 7-9 ნოემბრის გამოსვლა. მე არ ვიცი ეს რა გამოსვლა, მაგრამ ამით რისი თქმა გსურთ რომ ბურჯანაძე რადგან არის იქ ამიტომ არ მიდიხართ იმ მიტინგზე? მე ბურჯანაძე არ ვიცი კი არა, ძალიან კარგად ვიცი. მე ვამბობ რომ საქართველოს დემოკრატიულ პარტიას, ჩვენ პარტიას უნდა სამართლებრივი ქვეყანაში ცხოვრება, რომ აი ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს, როგორცაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ. აი ეგ მე მაგალითად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც ქალბატონი ბურჯანაძე არის პარლამენტის თავმჯდომარე. აი აქ არის მიღება ჩაბარების აქტი, სადაც 10 მილიონი საბაზრო ფასით დაახლოებით 10-11 მილიონიანი ქონებას ეპატრონება ერთ ლარად და პირდაპირ აი ეს დოკუმენტებია, მე შემიძლია ეს დოკუმენტები თქვენ მოგაწოდოთ. აი აქ არის აი შენობის აი აქ არის იმ ტერიტორიის, სადაც ტყით არის დაფარული ეს ტერიტორია, ეს არის 3 ჰექტარი მიწა წყნეთში და მისი სახლი და აქ არის აღნიშნვა იმ საზღვრებში, ანუ აი იმ საზღვრებში აქ ეს ქალბატონმა ეს მითვის, ანუ ეს ხალხის გონება არის ქალბატონე ინგა, ეს არ არის ბურჯანაძის გონება და ერთ ლარად ერთ ლარად. არა მე დავკვავდი, იმიტომ რომ ქალბატონი ბურჯანაძე როცა იძახის რომ ჩვენ თურმე ვართ ფსევდო ოპოზიცია და თვითონ არის ამ დროს ეხლა გახდა ოპოზიცია, როცა მთელი ქონება წაიღო სახელმწიფოს და განკარგავდა ამ ქონებას როგორც უნდა და აქვე არის საკუთრების თქვათ მოწმობა, სადაც ბურჯანაძეზეა. თორცდები 300,000 ლარზე იყო შემდეგ გაკეთებული განცხადებები, არანაირად 1 ლარის ღირებულების აგარაკზე არ არის. 300,000 ესეც წყვილი არის. იმიტომ რომ როდესაც ღებულობ აი ამ უზარმაზარ ქონებას, ქონების გადასახადი აუცილებლად მე თქვენ გაჩუქოთ აი ეს ქონება, ჩემი საკუთრება იყოს მეჩუქებია თქვენთვის, თქვენ 300,000 ლარი მაინც გადასახდილი გექნებოდ. ეს არის ქონების შემოსავლის გადასახადი, რომელიც აუცილებლად გადაიხადოთ. ეს არაფერი კავშირში არ არის ყიდვასთან. ყიდვა აგერ წერია. სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. აგერ არის. თუ შეიძლება მათხოვეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გათხოვეთ. ეხლა მე გავჩვენებთ მეორე, ეს არის სანიტარო აქტი, ეხლა მე აღამის ჩამოსვლას ვერ დავიწყებ, ქეთო და კოტეში რო არის თუ გახსოვთ აი ეს ჩამონათვალი რო ნოხები და ფარდაგები და ოქრომკედის ნახარგები ქეთოზე. აი აქ არის 280 და რაღაც პუნქტიანი და მარტო ესე იგი 8 ტელევიზორი და 27 ჭაღი არის ჩამონათვალში, ეს რაც ვერ გავიგე, გულწრფელად ჩამონათვალი ეხლა ვერაფერი ვერ გავიგე. იმ ქონებისა, რაც ეს სახში აღუწერეთ მას ნიხებ. ამ სახს მოყვა ეს ქონება და მზითები, რომელსაც მე ეხლა თქვენ გაჩვენებთ. აქ არის უამრავი ჩამონათვალი, მე ეხლა ვერ და ბრა არის მარტო 27 და ჭაღი არის 19 და ეხლა ტელევიზორია 8 და ტელეფონი 27. აი ეს არის ის ჩამონათვალი. რა ჩამონათვალიც ამ სახლს ახდა. ეს სახლი იყო აბსოლუტურად მოწყობილი, ეს იყო ნებისმიერი პრეზიდენტის მოწყობილი სახლი გადაეცა მას ერთად. და გარაჟებით და მთელი ამბებით. ეს არის ეს. ეხლა კიდე ერთ ძალიან საინტერესო დოკუმენტს გაჩვენებთ. ქალბატონი ბურჯანაძის პრეზიდენტობის პერიოდში 18 საინტერესო დოკუმენტებით მოსულა ბატონი. ძალიან საინტერესო. არა, იმიტომ როცა იძახის ახლა როცა ეს ტალახს ასხავს ოპოზიციას და ჩვენ სრულ ოპოზიციას თუ რა ქვია როგორ ოპოზიციას გვეძახის არც მახსოვს. ფსევდო ოპოზიცია. ხო, აი ფსევდო ოპოზიცია ვინდან ახლა გაჩვენებთ. აი როდესაც მისი 2008 წლის 18 იანვარს 20 იანვარს იყო სააკაშვილის ინაგურაცია. ანუ მანამდე 18 იანვარს ესასრულებდა და აქ არის განკარგულება რომ გადასცემს აქვია ავტომოტო მოყვარულთა საზოგადოებას. ძალიან კაია რომ ხელს უწყობს ასეთ საზოგადოებას, მაგრამ ბურჯანაძეს არ ქონა უფლება გადაეცა ასეთი ქონება. ესე იგი აქ უკვე მან თუ არის 3 ჰექტარი, აქ არის 436 ჰექტარი მიწისა, თავისი ნაგებობებით, ფარეხებით, ავტოსკოლით და ასე შემდეგ. სიმბოლურ ფასად თუ ჭირდებოდა რატომ არის ცუდი რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაეხმაროს თქვა ნებისმიერ ორგანიზაციას არ მესმის. შეიძლება აგიხსნათ, იმიტომ არ არის საჭირო რომ როდესაც სიმბოლურ ფასად $1000 ეკვივალენტის ლარებში, ანუ ესე იგი სადღაც 1700 ლარად გადასცემ აი ამ უზარმაზარ სახელმწიფო ქონებას, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო ამის შესახებ და აი ესეთი დოკუმენტიც არსებობს. და კიდე ერთ დოკუმენტს გაჩვენდა, მე გეტყვით რატომ არ უნდა ხდებოდეს ასეთი. არა, მე გაჩვენებთ კიდე ერთ საინტერესო დოკუმენტს, მაგალითად ეს არის 2005 წლის 24 თებერვლის მთავრობის ხდომა, სადაც ბატონი ნოღაიდელი, რომელიც ახლა გულში იბრახუნებს ხელებს და იძახის, რომ ისიც ოპოზიცია ყოფილა, ქალბატონ ბურჯანაძის ოჯახს, ანუ მის მამას 11,784,000 და რაღაც დოლარებს აჭრის და ამბობს, რომ ეს დავალენება ჩამოწერილი. ანუ ჩამოაწერეს
იმის მაგალითად რომ აი აქ როგორც თხოვლოს ბუცხრიკიძე მიზანშეწონილს მიმაჩნია სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელოს კომისიამ ანუ სასამართლო გადაწყვეტილება ანუ სასამართლო შემდგარი ყოლა დაედგინათ ეს ფული გაფლანგულია შეჭრილი თუ რა არის პირდაპირ ბატონმა ნოღაიდელმა აი ამ განკარგულებით 2005 წლის 24 თებერვალს როცა კაბატონინო ბურჯანაძე პრეზიდენტის კი არა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდათ აი ეს 11 მილიონი ამ ოჯახს ანუ მამას მისას ჩამოაწერეს იმის მაგალითად რომ შემდგარი ყო დიახ დაასრულეთ ჩვენ გვაქვს საშუალება ეხლა ეს მოვისმინოთ მაგრამ მე ისეთი განცდა მრჩება კითხვა უნდა დაგისვათ ეხლა თქვენ ისე საუბრობთ თითქოს გამოგდით რომ აი რომ არ ყოფილიყო ეს ცუდი ბურჯანაძე ეს ცუდი ნოღაიდელი დღეს ოპოზიციაში გია თორთლაძე გავიდოდა და დადგებოდა არა მე მარტო ამას არ ვამბობ რაღაც ასეთი გამოგდით არა ძალიან ცდებით მე უბრალოდ მინდა იმ ადამიანების ასე ვთქვათ დეტალებზე ვისაუბრო რომლებიც დღეს ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, დღეს ლაპარაკობენ თანასწორობაზე, დღეს ლაპარაკობენ უკანონობაზე, დღეს ლაპარაკობენ ასე ვთქვათ მედიასთან დაკავშირებით. ქაბატონ ბურჯანაძე ამბობს რომ მას არ გააჩნდა ბერკეტები. და იმიტომ ვერაკეთებდა ვერაფერს. თუმცა იმის ბერკეტი კარგად გააჩნდა რომ ლომიძეების ოჯახისთვის წაერთმია ვაკეში სახლი მიეყენებია მანქანები დაენგრია იქაურობა და მისი განკარგულებით. კარგით, მოდი ჩვენ გვაქვს. აი ესეთი განკარგულებები რო გაეკეთებინა, რომ გაესხვისებინა ქონებები თავის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ერთლარად ეყიდა 10 მილიონიანი ქონება დოლარი 10 მილიონი დოლარიანი ქონება ერთლარად ეყიდა, ამის ბერკეტები მას გააჩნდა. მე გეტყვით, როცა არ გააჩნდა ბერკეტები ზურაბ ჟვანიას, აქ ზურაბ ჟვანია იყო ნახშენებდა. ის გადადგა თანამდებობიდან. კი არ გაუგზელებია პარლამენტის. ნინო ბურჯანაძეც გადადგა. არსად არ გადადგა ნინო ბურჯანაძემ დაასრულა თავისი მოვაწეობა და მე იმიტომ რომ სიაში არ ჩაუსვეს რაღაც რაოდენობა ხალხი როგორც თვითონ ამას ახსერდა, უკმაყოფილო, რატომ არ და აი ესეთი განკარგულებებით, რატომ სპორტის აკადემიას არ მიხედა, რომელსაც უმძიმეს პრობლემები აქვს. რატომ არ მიხედა მწერალთა კავშირს, რატომ არ დაუბრუნა შენობა, რატომ კომპოზიტორთა კავშირის მასთან დამოკიდებულება არ გამოავლინა თავისი. ძალიან გაბრაზებული მეჩვენებით. ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ როცა თავის სახს ერთლარად იღებდა კომპოზიტორის სახს, რომელიც ჩამოთვლით ხმას არ იღებდა, შეგიძლია მაგ დროს თურმე ქონია ბერკეტები, რომ ბრძანებულებები გამოსცე, მხატვართა კავშირზე, მედიის სახზე რატო არ იღებდა, დევნილები, რომელიც მისი პასუხისგებლობა ის შევარდაძის მთავრობაში ბრძანდებოდა, როდესაც მთელი აფხაზეთის დევნილები დატოვეს ქუჩაში. დატარეს ეს ხალხი პირდაპირ აი ესე უპატრონოდ და აფხაზეთის ომის შედეგებსაც ქალბატონინოს მოგაკიდებს დევნილებზია ლაპარაკი რომელთა განთავსების დროს ამ კითხვაზე მან ამ ეთერში გასცა პასუხი როდესაც ჩვენ ვაჩვენეთ არქივიდან მას ჰქონდა თავისი პასუხი კეთილიანება და ერთი 10 ოჯახისთვის მიეცა და 31000 კვადრატულ მეტრზე რაღაც რამოდენიმე ოჯახი განლაგდებოდა დიდი მადლობა გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ქალბატონინოს ეს გამოსვლა მე პროდიუსერი მეუბნება რომ ეს არის ნამდვილად მისი გამოსვლა და თქვა სხვა არაფერი მე უბრალოდ ვინერვიულე რაიმე ისეთი არ ვიცი ბატონო გია ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ სადაც უკვე ყველაფერი უნდა წინასწარ ნახოთ და იმას რო გითხრათ ბურჯანაძის გამოსვლას მოგიტანთ ხო და პინოჩეტის გამოსვლა მოგასმენთ თუ შეიძლება ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ხელისუფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა და ნებით თუ უნებლიეთ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელები მართავდნენ, ძალიან კონკრეტული ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს და ძალიან კონკრეტული ძალების ინტერესში შედიოდა. არიან ადამიანები და არიან პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გამართავთ. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც მხილებულნი არიან და ვინც მეჭმიტალნიულნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ადამიანებთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი არ აქვს. როდესაც ჩვენი ოპონენტები ლაპარაკობდნენ 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებზე, რატომღაც მოუვიდათ თავში აზრად საქართველოს 7 ნოემბერი და გუშინწინდელი მოვლენა შეედარებინათ ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებულ 7 ნოემბერთან. შეიძლება სადღაც ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ადამიანების ნაწილი, მხოლოდ ნაწილი, მე ამას ხაზგასმით ვამბობ, ნამდვილად 7 ნოემბრის მოწყობას უპირებდა საქართველოს. მაგრამ მე ერთი რამ მინდა გითხრათ და შეგახსენოთ. იმ ალბედით 7 ნოემბერს 1917 წლისა. დღეს უკვე წმინდანად შერაცხულ ნიკოლოზ მეორეს, რომ მეტი პოლიტიკური სიმტკიცე გამოეჩინა. და შეიძლება იმ წუთში ნაკლები ადამიანური კეთილშობილება. რა აჯობებდა რუსეთისათვის და არა მარტო რუსეთისათვის.
მე მინდა თქვენ იცოდეთ. არ იყო ჩვენთვის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. არც პრეზიდენტისთვის, არც ჩემთვის, არც აქ ამ დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანისათვის, არც სამართალდამცავი ორგანოებისათვის. რამხელა ტკივილი დუღდა, ვიტყვი ამ სიტყვებს. თუნდაც იმ სპეცნაზელების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გულში, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავისი მეზობლის, თავისი ნაცნობის, თავისი თანამოქალაქის, თავისი თუნდაც შეიძლება შესაძლოა ნათესავის წინაშეც კი მდგარიყვნენ. აქ ბატონმა გივიმ ძალიან კარგად მოყვა რეალურად რა ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა მოვლენები. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე. ან უნდა გადაგვერჩინა ეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან. ან უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხისმგებლობის ღირსი და იმ ნდობის ღირსი, რაც ხალხმა გამოგვიცხადა. რატომ მოიტანეთ ეს გამოსვლა ბატონო? ამიტომ მოიტანე, რომ დავსვა კითხვები. როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე ამბობს, რომ 7 ნოემბერს თურმე ის პასუხისმგებლობას არ იღებს და აქ გვებულობთ, რომ აგერ 7 ნოემბრის პასუხისმგებლობა მასაც აუღია და გადაწყვეტილებაც მიუღია. მერე მოყავს აქვე ესე იგი არასახელებს გვარებს, მაგრამ პირდაპირ ამბობს, რომ ხილებული არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ვინ არის ეს ხილებული? ხონა გთქვას ეს გვარები. ვინა? ეს ხალხი დღეს მასთან ერთად არის რაღაც გაერთიანებაში, რაღაც ერთობაში, 9 აპრილის კომიტეტში. ერთი დაადოს ხელი და გთქვას, ვის გულისხმობდა აი ამ დროს, რომ რუსეთის სპეცსამსახურება ვინ არიან ეს ხალხი? ვინ არიან ეს ხალხი? და რომელი სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და თუ სახელმწიფო გადატრიალება 7 ნოემბერს მზადდებოდა, როცა არც ერთხელ არ გვითქვავს ჩვენ რომ შენობებს ავიღებთ და ასე თქვა და ამას ვიზავთ და ამას ვიზავთ, არ გვითქვავს ჩვენ რომ მშვიდობიანი აქციები გრძელდებოდა და ვატარავდით მშვიდობიანი აქციები. აი ეხლა რატომ არ შეიძლება ვინმემ თქვას რომ თქვენ ქალბატონო ნინო ან ვიღაცა პეტრე ამზადებთ სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც აი ესეთი მუქარები ისმის მუდმივად და როცა 30 კილომეტრში დგას რუსეთის შეერაღებული ძალები. სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ რომ იმ პერიოდში 7 ნოემბერს რუსეთის შეერაღებული ძალები არ იდგა საქართველოს ტერიტორიაზე, იდგა სამშვიდობოები, მათ გვერდზე იდგა ჩვენი სამშვიდობოები, ასე რომ ისინი ვერაფერს ვერ გაბედავდნენ. დღეს არ დგას არც ერთი კონტინგენტი ჩვენი სამშვიდობოებისა, არსად არ დგას. დგანან არც რუსეთის სამშვიდობოები დგანან პირდაპირ შეერაღებული ძალები 30 კილომეტრში. კი, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ტერიტორიები დაკარგაო ხელისუფლებამ. სხვათა შორის, როცა არის სადაც თქვენ ამბობთ, რომ დგანან შეერაღებული ძალები. როცა თქვენ ამბობთ ნინო ბურჯანაძეზე, სად იყო 7 ნოემბერს, მე რამდენადაც მახსოვს ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ იგი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც დაიკარგა კიდევ დამატებით ტერიტორიები ახალგორი და კოდორი. ანუ იგი ამბობს, რომ იგი არაპირებდა გამხდარიყო პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ჩვენ გვახსოვს, რომ მანამდე შექმნა არაპოლიტიკური. რამდენი წლის მზადდებთ ქალბატონო ინგა? ეხლა გავხდი 38-ის, რატომ? მე კიდე გბიჯერად ზღაპრები ის კაცო. რამდენი ზღაპრები გაჩვენეთ ახლა აქ, რაზეც იძახის, რომ ეს არ ყოფილა, კიდე ზღაპრები გიჯერათ. მე მინდა კითხოთ ესეთი რამე. მე შესაძლებელია ზღაპრებისაც დავიჯერო ბატონოგია, მაგრამ დაუჯერო ასევე პოლიტიკოს, რომელიც ამბობს რომ ომმა მას მიაღებინა გადაწყვეტილება რომ ჩართულიყო პოლიტიკური და ამიტომ არის რომ გააფთრებით ესე ოპოზიციური ზოგიერთი ლიდერები ამბობენ რომ საქართველოს დაიწყო ომი. ამიტომ აკეთებენ ამას დისკრედიტაციას საქართველოსაც, ქვეყნისაც და არა სააკაშვილზე მე არ მაქვს ლაპარაკი და რომელიმე ხელისუფალზე. ამიტომ აკეთებენ ქვეყნის დისკრედიტაციას, რომ ქვეყანამ საბოლოოდ დაკარგოს ეს ტერიტორიები, საბოლოოდ დაკანონდეს ეს ქვეყნები და ჩვენ აგრესორად წარმოგვაჩინოს. ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებას, რომ ჩვენ ვართ აგრესორი ქვეყანა, რომელმაც დავიწყეთ ომი, დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენვე თვითონვე და ჩვენ ვართ ახლა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ამანჩავანი და საერთაშორისო სამართალი არ უჭერს მხარს არასდროს არ დაუჭერია მხარი აგრესორი ქვეყნისათვის და ამით აი ამ განცხადებებით რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენ დავანგრბიეთ და ჩვენი ბრალია საერთოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს და ეს ნიშნავს იმას რომ ეს არის მცდელობა დაკანონდეს ეს ტერიტორიები როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თქვენ დაგადანაშაულებენ ალბათ კიდევ ერთხელ აი ამ გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებასთან გარიგებაში ეს იქნება შეიქმნება სად გაურიგდი ხა მე კონკრეტულ რაღაცებს გაჩვენებთ ქალბატონო ინგა მე კონკრეტულ კადრებს გაჩვენებთ, მე კონკრეტულ დოკუმენტებს გაჩვენებთ. თუ მაჩვენებენ ერთ კონკრეტულ მე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში კი რომ დანაშაულებენ. მე არასდროს არავისთან ჩუმად არ მივსულ ვარ მიტინგების დროს როცა დადიოდა ხალხი ჩუმჩუმად. მაშინ კი არ მივსულ ვარ ჩუმად.
არც ერთხელ არ მინახავს არც ერთი ხელისუფალი, როგორც კი შევედი პარლამენტში დავიწყე მათთან საუბარი და აი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, პრობლემები, სპორტის აკადემიის, წერალთა კავშირის კომპიუტერ, ამ საკითხებს მე ვაყენებ და დღესაც ვაყენებ და ამ საკითხებს მე გადავწყვიტა აუცილებლად. თუმცა, როდესაც ამბობთ, რომ მე არავისთანო არ მივსულვარო, ესაა სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რასაც თქვენი ყოფილი თანამოაზრეები გიყენებენ ხოლმე, აი ახლა ბატონმა გოგამასკო ჩვენ აღარ ვართო თანამებრძოლები უკვე დიდი ხანიაო. დიდი ხანია, იმიტომ რომ სხვა გზა აირჩიეს, მათ სხვა გზა აირჩიე მე. ოღონდ განსხვავება იცით რაშია? მე არ მიგინებია არავინ, ტალახი არ მისურვია არავისთვის, იმიტომ რომ პარლამენტში არ შემოხვედა. მე თუ პარლამენტში შევედი, ესე განსხვავებული აზრი. ეს არის კატეგორია ხალხის, რომელსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ, ვერ იტანენ განსხვავებულას. ხოთაშორის ეხლა კიდევ ულტიმატუმის სახით დგას საკითხი, რომ დღეს ვინც არ მოდის მიტინგზე 9 აპრილს, ეს არის მოღალატეები. 9 აპრილი სხვათა შორის ბატონ ნინო სადმე იყო მაშინ მოსკოვში სწავლობდა თუ არ ვცდები იმ პერიოდში და სხვები სხვა ქვეყანაში იყვნენ და სხვები კიდე კონკავშირში იყვნენ, როცა მე 9 აპრილს იქ შიშველი ხელებით მე და სხვები გოგაც სხვათა შორის ებძოდა იმ რუსიკას. ამიტომ ნუ გვაბრალებენ ეგეთ 9 აპრილს ძალიან კონკრეტული და ის აქ რა ქვია დატვირთვა აქვს ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და ის ერთი აინშტაინის ერთი ძალიან კაი გამოთქმა მაგონდება რომ უმეცრებას და სამყაროს ანუ ეს უმეცრება და სამყარო არის უსასრულო. თუმცა სამყაროს შესახებ დარწმუნებული არა ვარ, ასე იგი დამწრობლებულია რომ უმეცრებას ეს აქვს. ასე რომ და მე ერთ რამეს გეტყვით რა, მე ვარ იდეალისტი და მე აბსოლუტურად ღიად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ჩემი იდეალი და იდეალი ბევრი მყავს, ერთ-ერთი ჩემი იდეალი არის სწორედ ოტო ბისმარკი, რომელიც სიკვდილის სარეცელზე როცა იწვა და აგონიაში იყო და გონზე არ იყო, ერთ რამეს იძახდა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფო ინტერესები ამას იმეორებდა გაუთავდა და გარდაიცვალა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვჟელობ მე, ჩემი პარტიაც, საქართველოს დემოკრატიული პარტიაც და ყველა ის ადამიანი, რომელიც არაპირებს იქ მისვლას. ძალიან დიდი მადლობა ისე თქვენს იდეალისტობაზე და ოცნებებზე გამახსენდა. მე მახსოვს გია თორთლაძე პარლამენტში როდესაც შედიოდა და ნაცმოძრაობის აქტიური წევრი იყო, გეგმავდა, არა, კარგით, სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, გეგმავდა მწვერვალზე მიხეილ სააკაშვილის აყვანას. ეს ოცნება განო რატო? ცუდი რა არის აიყვანთ კიდე? არა, კიდე ახლა რაღაც ავიყვან, დრო გავიდა, წონაშიც მოიმატა, ასე რომ ვერასად ვერ ავიყვან, მაგრამ და მე თვითონაც ახლა მე ვერ წავსულა, ვერსად ახლა ისე და ისე საგიჯეთში ვარ და ამიტომ ისე საინტერესოები იქნებოდით ერთად წვერვალზე ასო. მაშინ შეიძლებოდა მის განხორციელება, თუმცა დაცვის გამო და ბევრი რაღაცის გამო არ მო. დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ წარმატებები მართლა გამაკვირვეთ დღეს აი ამ დოკუმენტები. თქვენს დისკს დაგიბრუნებენ, ძალიან დიდი მადლობა. თუ მე საინტერესოს მე ეს დოკუმენტები შემიძლია გადავცეთ და გინდა გაზეთში გამოვაყენო. ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ეს დააინტერესებს. დიდი მადლობა ბატონო გია, მე გაძლევ იმის გარანტიას, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძე შევთავაზებ გადაცემაში მონაწილეობას და თქვენს მიერ დასმულ აი ამ შეკითხვებს მე მას დაუსვამ, ალბათ მას ექნება თავისი პასუხი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მაშინ ეს იყო გია თორთლაძე, თქვენ მოისმინეთ განცხადება, რომ იგი არაპირებს შეუერთდეს 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მე კი ვიდრე გადაცემას დავასრულებ. საჭიროდ ჩავთვალე, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მოკლე კომენტარი გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შედგა ჩვენს გადაცემაში ირაკლი ოქრუაშვილის ჩართვა. მე როგორც ჟურნალისტი, როგორც ამ გადაცემის წამყვანი, ვადასტურებ, რომ ნამდვილად ვაწარმოებდი მოლაპარაკებას ბატონ ოქრუაშვილთან, ვადასტურებ, რომ ნამდვილად შევთავაზე პირდაპირ ეთერში ჩართვა პარიზიდან და ასევე ვადასტურებ იმასაც, რომ შედგა ეს შეთანხმება, მაგრამ ეს ჩვენი ჩართვა შეუძლებელი გახდა განსახორციელებლად ჩემთვის პირადად პირველი არხის მენეჯმენტის პოზიციის გამო და ეს პოზიცია მათ განცხადებაში იყო დაფიქსირებული. პირველი არხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ პირებს და ჩამოთვლილი იყო ოქრუაშვილი, კვიციანი, გიორგაძე და შემდეგ არ უნდა დაეთმოთ პირდაპირი ეთერი და მათი აზრით ეს არის სტანდარტების დარღვევა. ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული. მე არ ვთვლიდი, რომ რაიმე სტანდარტს დავარღვევდი, თუ კი ბატონი ოქრუაშვილი ჩაგვერთებოდა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ვინაიდან ეს გადაცემა გადის პირველი არხის ეთერში, იქამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით ამ ეთერში, ჩვენ იძულებული ვართ დავემორჩილოთ პირველი არხის სწორედ აი ამ სტანდარტებს. ისე ამ განსხვავებული პოზიციის გამო ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ მე დავადასტურებ ერთს, რომ მე დირექტორის მოადგილის თანამდებობა დავტოვე, მაგრამ ვაგრძელებ
ვაგრძელებ გადაცემას. ეს გადაცემა გადის ყოველ კვირა ზუსტად 20 საათზე პირდაპირ ეთერში. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ. ვფიქრობ, მწვავე თემებით, საკმაოდ საინტერესო სტუმრებით, საკმაოდ საინტერესო შეკითხვებით და არანაკლებ თუ უფრო მეტად არა საინტერესო პასუხები. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვისმინეთ. ერთმანეთზე უფრო საინტერესო გამოსვლა ქონდა დღეს გოგა ხაინდრავასაც და გია თორთლაძეს. მათ ამ გამოსვლებს ალბათ პასუხები აუცილებლად მოყვება. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.